დაგიბრუნდით, გრძელდება ჩვენი გადაცემა, შვადღე ერთსულოვნებაზე როგორც ყოველთვის არის მრავალფეროვანი თემებით დატვირთული და ისევ ახალი თემით, ახალი სტუმრობით დაგიბრუნდით. აფხაზეთის განათლების სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების გამტკიცებისთვის 21 იანვარს დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიებას გამართავს. მოეწყობა გამოფენა, ბავშვები ასევე ნახავენ საშობაო სპექტაკლსაც. სწორედ ამ ღონისძიებაზე ვილაპარაკებთ და ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ სტუმრებთან ერთად. თია გუნთაიშვილი მხატვარი, მეთოჯინე, პროექტის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და ჩვენი მეგობარი და გადაცემა შუადღის და არა მხოლოდ შუადღის მეგობარი და ასევე პროექტის მონაწილე ქეთი გოგილაშვილი მოგესალმებით. და დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის პირველ რიგში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მე პეტიციის ისევე იმედობთ ჩვენთან როგორც პირველად არის დღეს თქვენს ეთერში და იმედია რომ ხშირად იქნება. როგორ ემზადებით ღონისძიებისთვის? ღონისძიებისთვის მინდა აღვნიშნო ორგანიზაცია ჩვენი ორგანიზაცია უკვე მე რამდენად 2010 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს. ერთ-ერთი არის ახლა დაგეგმილი 8 თებერვალს მიემგზავრებიან პროექტის მონაწილეები ქალბატონ რიტასთან ერთად ხელმძღვანელთან გაეროში. ამ თემაზე თვითონ ქეთი არის მონაწილე და თვითონ მოგახსენებთ. რაც შეეხება გამოფენას და ღონისძიებას, მინდა აღვნიშნო, ეს იყო ინიციატივა სტუდენტების, ახალგაზრდების, რომლებიც არიან ამ პროექტში, გაეროს პროგრამაში ჩართულები და საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ბავშვებისთვის კეთდება და მათ უკეთებენ, მათი მხარდაჭერა. მე როგორც მეთოჯინე, ასე ვთქვათ, მეც ჩავერთე, ჩემი თოჯინების გამოვიტან, რა თქმა უნდა, და ჩემზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ პატარა ასაკის მონაწილეები ყავს ჩვენ გამოფენაზე, არიან ბავშვები მხატვრები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ გამოიტანონ თავისი ნამუშევრები და თავიანთ თანატოლებს ერთგვარი სტიმული მისცენ, გაუხალისონ ის ერთი დღე, შეიძლება არ ქონდეს ბევრს შესაძლებლობა იმის რომ ეს გამოფენებზე და ღონისძიებებზე მშობლებმა ატაროს. ბავშვები არიან 11 წლის მხატვრები, დაძმა, მინდა აღვნიშნო მათი სახელები, იმიტომ რომ ისეთი გულანთებულები არიან ჩვენს დიმიტრი და ნინი დუმბაძეები, ევგენი მიქელაძის სახელობის სამუსიკო სკოლა ჩართული მე-3 კლასის მოსწავლე მარიამი პატარა, რომელიც ფორტეპიანოზე დაუკრავს და ჩვენი ერთ-ერთი და მე ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერები არიან მწერალთა კავშირი, ქალბატონი მაყავა, მინდა მადლობა თქვენი ეთერის საშუალებით მას გადაუხადოთ, წიგნებით ასაჩუქრებს. სხვათა შორის ეს იყო სტუდენტების ანუ პროგრამის მონაწილეების ესეთი ერთგვარი ინიციატივა, რომ გააკეთეს ესე შეავსეს ბავშვებმა კითხვარები, ანუ და იქ იყო ვის უყვარდა ხატვა, ანუ ვის რომელი პროფესია, ვის რა ნივთები, უფრო მეტი ამ კითხვარებიდან იყო წიგნებზე მოთხოვნა და ეს როდესაც ქალბატონმა მაყვალას ჩვენ გადავეცით სიამოვნებით თვითონაც დაესწრება ღონისძიებას და გადასცემს. მე მგონი და ასევე არის არ მინდა გამომრჩეს, შეიძლება ესე გამორჩეს ვინმე, მაგრამ აფხაზეთის ზოგადად აფხაზეთის მთავრობა სამინისტროც არის ჩართული და მასთან არსებული ვაჟთა ვოკალური ანსამბლიც ჩაერთო და მოკლედ იმედია რომ ეს ყველაფერი კარგად ჩაივლის, ბავშვები კმაყოფილები დარჩებიან და თქვენც გიწევთ. მე მინდა მაყურებლებსაც განუცხადო, რომ ეს არის დასწრება მოსაწევი და თავისუფალი დასწრება 5 საათზე არის. ისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდნენ ამ ბავშვებთან ერთად. დიდი სიამოვნებით. მე ვაჩვენებ ძალიან სიმპათიური მოსაწვევი. დიზაინები იმუშავა საერთოდ. დიზაინი ეს ჩვენი პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარეობს. ჩვენ პროექტს ქვია Hands for Refugees და სიმბოლურად იქ დამსწრეს საზოგადოება, რომ შემოვლენ ბანერზე, თეთრ ბანერზე, სადაც იქნება განთავსებული ჩვენი ლოგო, საღებავში ხელს ჩაყოფენ და მიადებენ ბანერზე
ეს არის ჩვენი პროექტის სიმბოლური ძალიან საინტერესო. ასევე მნიშვნელოვანია კეთევან ემზადებით. ძალიან საინტერესო და ისეთი საპასუხისმგებლო ვიზიტისთვის და ასეთ ნამდვილად საპასუხისმგებლოა ასეთ პროექტში არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა. მე თვითონ სწავლობ ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირებაზე, წელს ვამთავრებ და ამ პროექტში სრულიად შემთხვევით მოვხდი ინტერნეტის საშუალებით, რის შემდეგაც შევავსე აპლიკაცია, შემდეგ მივედი გასაუბრებაზე და გასაუბრების შედეგად მოვხდი ამ პროგრამაში. 8 თებერვალს გავიმგზავრებით ნიუ-იორკში, იქნება 20 კაციანი ჯგუფი, მაგრამ ზოგადად ჩვენ გაგვაქვს 2 პროექტი. ჩემს ჯგუფში ვართ 7 ბავშვი. მეორე პროექტი არის ეს უკვე ტურიზმის განვითარების, მაგრამ ჩვენ პროექტს რაც შეეხება საიდან წამოვიდა ეს იდეა, იმიტომ რომ პირველ შეხვედრაზე იყო, რომ რა არის თქვენი ქვეყნის აქტუალური პრობლემა, რომ დავფიქრდით კი ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს საქართველოში, მაგრამ ერთ-ერთი რაც ყურადღებას და უფრო მეტ ჩვენს საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს, ეს არის დევნილი ბავშვები. ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია, რომ წარმოშობით აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს მხარი დაუჭიროთ და მთავარი პროექტის შინაარსი ის არის, რომ ჩაუტაროთ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ომი ზოგადად ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჩვენ ასევე რამოდენიმე კვირის წინ ჩავატარეთ კვლევა, გამოვიყენეთ ლუშერის ფერთა ფსიქოლოგიური ტესტი, რომლის საშუალებითაც გავიგეთ ბავშვების სულიერი მდგომარეობა, ასევე ხასიათები და კვლევის შედეგი ის იყო, რომ ისინი არ გრძნობენ თავს საზოგადოების არასრულფასოვან წევრებად და ასევე აქვთ იმედგაცრუება ის, რომ თავისი ოცნებები არ უსრულდებათ. კეთი, აქვე მინდა კითხო, რა თქმა უნდა ეს ადამიანები არიან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის ტერიტორიები, რომლებიც თითოეულ ჩვენთაგანს ტკივა, ნამდვილად, იმიტომ რომ არ შეიძლება ქართველ ადამიანს შეიძლება არც ვიყოთ ნამყოფები, თქვათ, აფხაზეთში, იგივე სამაჩაბლოში, მაგრამ ის ტკივა, იმიტომ რომ იმ ტერიტორიაზე დროებით ჩვენ ვერ ჩავდივართ, მაგრამ ეს დროებითია რა თქმა უნდა. თუ ერთგვარ გამოკითხვა ხომ არ ჩაგიტარებიათ, აი მოზარდების პრობლემა რა არის ყველაზე დიდი, რომელიც ხშირად იჩენს თავს, ეს გასაგებია ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც თქვათ, მაგრამ გარდა ამისა, სხვა კუთხითაც, იგივე ხელოვნების კუთხით, იგივე რაღაც ღონისძიებების კუთხით, ხომ არ ყოფილა გამოკითხვა და რა ჭირდებათ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად? გამოკითხვა, როგორც ქალბატონმა თეამ აღნიშნა, ჩავატარეთ ტესტირების საშუალებით, ანუ უფრო რას ანიჭებენ უპირატესობას, ანუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი, იგივე ეს იქნება წიგნების კითხვა, ცეკვით დაკავდებიან, მუსიკით დაკავდებიან, იმიტომ რომ ანუ ეს კვლევა ჩავატარეთ იმისთვის, რომ გაგვეგო მათ რა სჭირდებათ, რომ იქიდან გამომდინარე ჩვენ უკვე ჩვენი ამ პრობლემის გადაჭრის სტრატეგია შეგვემუშავებინა. ანუ ეს ჩვენი პრობლემის გადაჭრის სტრატეგია ითვალისწინებს არტ ტრენინგებს, ხატვას, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე თავისი ემოციების გადმოსცემას. ძალიან ბევრი ბავშვი ხატავს, არის ფეხბურთით დაკავებული, კალათბურთით დაკავებული, მაგრამ იქ მე სადაც ვიყავი ასული, ეს არის მუცუბიძის სოციალიზის 5 ნომერში მდებარე დევნილთა ჩასახლება, მაგრამ მათ არ აქვთ ინფრასტრუქტურა, იგივე საფეხბურთო მოედანი რო ითამაშენ და ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ თავისი შესაძლებლობები, თვისებები და უნარები უფრო მეტად განავითარონ. და მხარი დაუჭიროთ. იმედი, ალბათ თქვენი ეთერის საშუალებით ნახავს ამას ტელემაყურებელი და ის ვისაც აქვს ამის საშუალება, რომ ეს ბავშვები მიიყვანონ მასთან, თუნდაც საფეხბურთო სკოლები არის, ვისაც დაუშვათ ანსამბლი ყავს, ხატვის წრე აქვს და ჩაერთვებიან ამ ბავშვების უბრალოდ სტუდენტების გამოწვევაში სიამოვნებით ვითანამშრომლოთ მასთან და მნიშვნელოვანი არის კიდევ მინდა აღვნიშნო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის ყველაზე დიდი პლუსი ალბათ მე ესე ვთვლი არის 2014 წელს გაეროს შტაბში, როდესაც იყო ეს ერთ-ერთი დელეგატებმა ჩამოიტანეს გრანტი, თემა იყო დასაქმების დევნილთა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დასაქმების პროგრამა, რომელმაც გაიმარჯვა და გრანტი ჩამოიტანეს და უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია
ანუ ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე უკვე შეიქმნა ეს დასაქმების ცენტრი და აქვთ უკვე საშუალება გავაფორმოთ ასევე მემორანდუმები უნივერსიტეტებთან, რომლებიც სტუდენტები უკვე ჩაერთნენ ამ საქმიანობაში და მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი ადამიანები და დევნილებისთვის ამ თემაზე მუშაობა და ჩვენ იმედოვნებთ, რომ ამ სტუდენტებთან მოტივირება ახალგაზრდებს შემოუერთდება. ძალიან მიხარია, როდესაც წინა ბლოკში სტუდენტები იყვნენ ჩვენი სტუმრები, ეხლაც კეთის სტუდენტია და ეს ადამიანები, სტუდენტები, როდესაც ფიქრობენ, სკოლის მოსწავლეებს არაერთხელ ყოლია სტუმრად, რომლებსაც ისეთი ინიციატივები აქვს, რომ მე როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, არ მქონდა ნამდვილად ესეთ თემებზე არ ვფიქრობდი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუნდაც იმიტომ, რომ იმ ხალხს მართლა მოვთხილება ჭირდებათ, მართლა გვერდით გომა ჭირდებათ და გულწრფელად გიხდით დიდ მადლობას, რომ აი ამ თემებზე ესე აკეთებთ აქცენტებს. თანაც ისეც უნდა აღნიშნოთ, რომ საერთაშორისო მასშტაბით მათ აქვს ძალიან დიდი მისია ამ შემთხვევაში და ოკუპირებული ტერიტორიები, დევნილი მოსახლეობის პრობლემა, რომელიც ასე მწვავედ დგას ჩვენს ქვეყანაში, ამას კიდევ ერთხელ გააჟღერებენ. ესენი არა მარტო ესწრებიან, ანუ შეიძლება იყოს რომ იფიქროს საზოგადოებამ, რომ ესენი მიდიან და ესწრებიან, არ ესწრებიან მარტო, ესენი არიან სრულუფლებიანი, ესე ვთქვათ, წევრები, ესენი ჩადიან თემებით, თავისი და ვიმედოვნებთ, რომ როგორც ყოველთვის გრანტით ბრუნდებიან ორგანიზაციის სახელით სტუდენტები, ამჯერადაც ჩაგაიმარჯვებენ და შანსები ეს მიდედა წეგან მეკითხა, თუ ვიცით უკვე რამდენი გამოსვლელი იქნება, რამდენი პროექტი იქნება და ამდენად არის იმის შანსი, რომ ჩვენ გამოსვლების რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ იქ ყოველ შემთხვევაში იქნებიან ქვეყნის ძალიან ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებსაც გამოგთავიანთ იქ ქვეყნის პრობლემა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არის შანსები გავიმარჯვოთ ყოველ შემთხვევაში ძალიან პოზიტიურად ვართ მთელი ჯგუფი განწყობილი ამასთან ძალიან ვიხარჯებით, ძალიან ბევრ შრომობთ, რითაც ანუ ამასთან ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ქალბატონ რიტას, იმიტომ რომ ძალიან კარგ პირობებს გვიქმნის იმისთვის, ძალიან რიტას ხშირად გსტუმრობდა ხოლმე ამ ბოლო დროს რატომღაც დღეს ვერ შეძლო ჩვენთან სტუმრობა გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა გრანტს რომ მიიღეთ, გრანტში აუცილებლად გვესტუმრებათ. გრანტით ხელდამშვენებული აღნიშნო სტუდენტების ჩართულობა, მე პირადად ამ ჯგუფთან პირველად მქონდა შეხება, გამოფენას და ორგანიზებას მოგეხსენებათ, რამდენი შრომა ჭირდება ამ ღონისძიების ჩატარებას. მთელი ჯგუფი არის ჩართული, იქ არის ბიჭები, გოგონები, სიამოვნებს მე ვზივარ და უსმენ. თვითონ მოდიან, აი ამას გავაკეთებთ, ამას შევძლებთ, აი ძალიან სასიამოვნოა, რომ ესეთი მოტივირებული სტუდენტები და ახალგაზრდები ყავს საერთოდ საქართველოში. ბევრი სტუდენტი გვიყურებს ახლა და სულიად საქართველოს მოიცავს ჩვენი ტელეკომპანია. და ვისაც აქვს მსგავსი ინიციატივები, როგორ უნდა ჩაერთონ? აი, მაგალითად, შენ შემთხვევით, სულიად შემთხვევით ინტერნეტში წააწმე, ხო? და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, ესეც გითხრათ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნა ძალიან ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია და ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე უნდა სტუდენტი, ვისაც უნდა ამ პროგრამაში ჩართვა, უნდა გამოირჩეოდეს ლიდერის თვისებებით და ასე ვთქვათ, უნდა იყოს მოტივირებული და უნდა ქონდეს ძალიან დიდი სურვილი, რომ ეს მთელი გულით განახორციელოს და არა იმიტომ, რომ მე გრანტი ავიღო, სერტიფიკატი ავიღო, გულიდან უნდა მოდიოდეს და უნდა უნდოდეს საქმის კეთება. ეს მარტო ის არ არის, რომ წავედი ნიუ-იორკი ვნახე, ჩამოვედი. არა, ეს შოპინგო ცენტრი არის ნამდვილად. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ვისაც სურვილი აქვს, შეუძლიათ დაგვიკავშირდეს ჩვენი თუ შეიძლება რომ დავუშვათ ჩვენი ორგანიზაციის მისამართი გალაქტიონ ტაბიძის 3/5-ში არის ოფისი, არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალეროვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისათვის. დაგვიკავშირდნენ, მობძადნენ, ჩვენ ყავს ჩვენი ასევე ფსიქოლოგი, რომელიც ამ გასაუბრებას მათთან ერთად, ქალბატონ რიტასთან ერთად გადიან, შემდეგ შერჩევის წესით, როგორც ქეთი თქვა და შეუძლიათ რომ მოვიდნენ, თავისუფალია მათთვის ჩვენი ასე მისამართის გავაჟღერეთ კიდევ ერთხელ მინდა კიდევ ერთხელ დავაანონსოთ ირაკლი, როდის იქნება ხო ღონისძიება?
21 იანვარს 5 საათზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სახლში. ასე რომ მედალიას მივდივართ ორი მოსაწვევი ჩვენ. როგორც ირაკლი თქვა სიმპათიური მოსაწვევებით მივდივართ ღონისძიებაზე და დასწრება რა თქმა უნდა არის თავისი ხარი და ნებისმიერ ადამიანსაც გაგიჩნდება სურვილი შეგიძლიათ რომ შეუერთდეთ ამ ძალიან კარგ ღონისძიებას. ძალიან საინტერესო ღონისძიება გელიცინ. ჩვენი ზღადაგჩენია რომ ჩვენ სტუმრებს დიდი მადლობა უთხრათ და დავემშვიდობოთ. წარმატებები ვსურვოთ. ნიუ-იორკი მოგვიკითხეთ, ჩვენი მეგობრები ცხოვრობენ, ძალიან ბევრი. განსაკუთრებული მოკითხვა იმ ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ნიუ-იორკში კონკრეტულად და თქვენ ბევრი წარმატება. ძალიან და ბევრი გრანტი. რა თქმა უნდა, ემიგრანტი და ქაუტო რიტას ველოდებით უკვე გრანტით ხელდამშენების უკვე დაუბრუნდებით. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას.